მიხედვით წარმდგენი იყო ჩემს სასამართლო პროცესზე და ადამიანი მოსამართლეს ეუბნება რომ თურმე მე დამაკავა ამ ადამიანს. მოდი სასამართლო პროცესზე მე ვილაპარაკოთ, მე ვთქვი, რასაც მამუკა ამბობს დროში. ჩვენ როცა ვეძებდით და მათი ასავალ-დასავალი არ ვიცოდით, როგორც ჩანს, მაშინ უკვე სასამართლო პროცესი მიმართული იყო და ამბავი არ იცოდა არა, ვინ ამჯობად. არა, ვითხოვდით ადვოკატს, სახალხო დამცველის ინფორმაციას. სასამართლო პროცესზე მე ვილაპარაკოთ, მე უბრალოდ ჩვენ სახელმწიფო გვარებს ამ უფლოს გეტყვი, ანუ თქვენი მეგობრები, თქვენ სანამ იქ იყავით არ ყოფილან საქმოთ, მათ ეს ფოტოები არსებობს ეს ფოტოები, რაღაც პლაკატები გააკეთეს, გამოაქვეს, ანუ ამოიცანი ჯალათები და ძალიან ეს გამოხმაურებას არის პრაქტიკულად ყველა მათგანი სახელი და გვარი იციან და ანუ თან გრძელდება თუ ვინმე დარჩა კიდევ ამ სახელებს და გვარებს, ამას შენ ცელა გაქვს რაღაც საინტერესო ინფორმაცია მიატოვდეს მათ, მაგრამ ეხლა დათო შემოგვიყევი შენ, მოკლედ ეს ყველაფერი რომ დასრულდა, როცა მოგიარა სასტრაფომ, როცა დღე დასრულდა, კიდევ საკანში იყავით და გადაწყვეტე რომ ეხლა უკვე შენს აღარავის ეცელა და წახვიდით სადღაც 104 მეგობარი. ჩვენი ოფისი იქვეა, რუსთავის ოფისი უკან არის, ჩავედი დავიბანე ეს ისები ჩამოვირი. შენი დაკავება როდის მოხდა? დაკავება მოხდა 11-ის ნახევარზე როგორც წერია, თუმცა ტელეფონში მიწერია ზუსტად დრო, ანუ სადღაც 10-11-ის 15 წუთი. სად იყო? ნუ როგორც იყვებოდით ხო, ანუ გადავწყვიტეთ, იდეა იყო ეს ბენოს ამ ცეთი დაძაბული დღის მერე, ყოველთვის გვეჭამა ხინკალი, მოყვარულ მაგალითად ხინკლის არა ვარ, თუმცა იმ დღეს ასე გამოვიდა. დღეს ასე გამოვიდა, ყოველთვის მიყვარს მეგობრებთან ერთად მობილია ხარ დიდი მოყვარული სიმღერის და ეს მე ლეგენდები გადავიდა ამაზე რომ დათო სიმღერა შემოძახა 15 მინუტს როცა ეს ნაცემი ბიჭები შეიყვანეს სიმღერა შემოძახა და ასე გაამხნევა ყველა საკანში მყოფები და ყველა აყვა ჰერიო ბიჭებო ეს ყოველ დღე ის მოდა საკნები და ეს ერთ-ერთი კომუნიკაციის საშუალება იყო იმიტომ რომ მაღლა მღეროდით და იქიდან უკვე ბანი მოდიოდა რაღაცა სად იყავით როცა თქვენ დაკავეთ და აი მცხეთაში გარაჟებს ეძახიან ეკეთება ეს თქვა ცნობილი ხინკალი და ჩავედით ესეთ პატარა ოთახია მის ნახევარი ალბათ ვიძექით ხათაშორის სასმელს ალკოჰოლი არ იყო კომპოტი იყო ატმის და ძალიან მიყვარს იყო რაღაც თუ ვინმე საინტერესებს ყოველ შემთხვევაში ხინკალი რაღაცა და რაღაც ეკეთები და ამ მომენტში დაახლოებით გასული იყო 15-20 წუთი რაც მივედით და რაღაცა ჯგუფი მორბის როგორც თქვენ ოთახში ხართ? ჩვენ ვართ ესეთი ოთახია, მაგრამ ამ ოთახს აქ ფანჯარა აქვს და ფანჯრიდან ქვემოთ გადასახედია და ზემოთ სართულებივითაა. ეთყობა მეთქი რომ მორბის ადექითო და მეთქი ვიღაცა გადავარდა ზემოდან ან რაღაცა მოხდა და მობრძანდით და შემოსვლა იყო და აქ ბიჭებს დაარტყეს, წემეს ხელი აუტრიალეს და მეთქი ხელი არავინ ხო? ფორმებში აი ეს ვინც მოდიოდა პირველები ესენ ფორმებში არ იყვნენ, მერე უკვე დანარჩენი ფორმებში იყვნენ. და უცებ ეს ხელები აუტრიალეს. ძალიან ბევრი როგორ. ხო, ძალიან ბევრი, 10 მანქანა მაინც იყო. 10 მანქანა. ამის მერე ხელები აგვიტრიალეს, ნუ აი თავიდან ცემეს ბიჭები რაღაც ერთი ორიგინალურად ცუდი სიტყვა რაღაცა. ხელები ამიტრიალეს, პრინციპში შემდგომ ხელი არ დაუყიათ, აქეთ ბენოზეც არ დაუყო, ნუ ეს და გაგვიყვანეს, ჩაგვაგდეს ჩაგდენეს მანქანაში, ნუ მანქანაში მე უკვე ესე ტელეფონი გამოგვირთეს, ჩამომართვეს, რამე თუ მქონდა. ამ დროს ხსენეს ხო დაკავების დროს იყო დაკავების დროს ჩემზე აი პირადად მე არ უცემ და აღიარო გამარტე ვინ ვართ რატომ ვართ არა საერთოდ არ უკითხიათ რატომ რა ხო მეკითხები რა ხდება რაღაცა ნუ ბუნებრივია დაახლოებით მივხვდი რომ 12 ამბების შედეგად მაგრამ აბსოლუტურად მოულოდნელი იყო მაშინ როცა ადამიანი ნაცემი ხარ დაზარალებული თუმცა ხა არ დავიჩაგრავ თავს ბუნებრივია ხარ თვითონ მეც ადეკვატურად პასუხობდი, მაგრამ არაფერი ახსნის გარშემო მოგვიყვანეს სამართლობაში. ეს არის რომ როცა შენ გცემდნენ, ანუ ეს და შენ ვიღაცის პასუხი დაუბრუნე, ეს ადამიანები არ ყვი ფორმაში. ამიტომ შენი ქმედება ვიღაცა ასეთი მათგანი, ასეთი ადამიანის მიმართ, რომელიც ანუ მე მეგონა გაუგებარია, ხო? ანუ ძარცველები მეგონა, რომელიც თავს დამესხნენ და არ ვიცი, ტელეფონი უნდათ, თუ რა უნდათ. იარაღი დამადეს, გადმოდი მანქანიდან რაღაცა და მე მოაყოლა ერთმა რომ პოლიცია იყო და დაკავებული ვიყავი, მაგრამ ბოლო წუთამდე სანამ არ მიმიყვანეს ჩუღურეთის სამმართველოში, სადაც გადამცეს პოლიციას, ასე ვთქვათ, მეგონა მძარცველები, რომელსაც არ ვიცი სად მიყავდით, მოსაკლავად თუ რაღაცა, ნუ ამობდნენ რომ ძველი თბილისის სამმართველო და ასე და იცი ტელეფონზე ურეკავდნენ ერთმანეთს და როგორ გავბედეთ თურმე ვიღაცა ქალის მხილება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი წეღან მეუბნეოდა სოფო რომ ნუ თიკოს ალაყაიას დაქალი იღებდა აი ამ ყველა კადრებს.
დამხილეთ ფერმის. აი იქ მიტინგზე რო იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და იღებდა მიტინგს კადრებს და ამ ყველაფერს და უთხარით ტელევიზიებს რომ გადაიღეთ ამ ქალბატონის სახე. და ნუ აგრესიულები იყვნენ ამის გამო რომ როგორ გავბედე რომ ამ ქალბატონზე ესეთი რაღაც თქვი. ეს დავამატება ისე როგორც მამუკა დააკავეს ახალტერაში ჩვენთან ერთად იყო გორიდან მოდიოდა მაგისი ძმა დაკავებული იყო იქ გორში დაიჭირეს თავისი გრამელი შეუტანა და ამასობრივ გორიდან გამოყვა უკვე მანქანა თითქმის თბილისამდე გამოყვა და მერე უკვე ის მანქანა ჩამოცილდა ამას ჩაუდგა 4 მანქანა აბსოლუტურად უფორმოები დაადეს იარაღი ხელები აუტრიალეს თვითონ კახა დააკავეს დანარჩენები ყველაფერი დატოვა იქ მანქანაში რაც ჰქონდა და ესე არანაირი ფორმა, არანაირი საიდენტიფიკაციო მანქანის რაღაც ამოცნობა არაფერი ისეთი. შეიძლება ყაჩაღი იყოს, შეიძლება ჯიბგირი იყოს, სხვა შეიძლება ვიღაცა იყოს. ბუნებრივი იქნება ჩემი რეაქცია რაღაც შემთხვევაში, რომ მას ან გავექცე, ან მანქანით დავეჯახო, ან თან რაღაც ეგეთი, ხო? როცა ადამიანი იდენტიფიცირებული არ ახარ, შეიძლება ყაჩაღი იყოს, ხო? და თქვენ მე 4-ვე ერთად წაგიყვანეს მე ცალ-ცალკე წაგიყვანეს ყველა ცალ-ცალკე მანქანაში ეს მანქანების ექსპორტი იყო ერთი დეტალი უნდა აღვნიშნო არ ვიცი TSP 027 ვისია თუმცა ეს მანქანა მოყვებოდა ჩვენ ეს TSP 27 მოდიოდა ჩვენთან ერთად ამ პოლიციელსაც უთხარი მეთქი აი ეს TSP 27 ზუსტად არ ვიცი რომლისაა თუმცა ერთ-ერთი ფრაქციის სავარაუდოდ ხელმძღვანელი უნდა იყოს ეს მანქანა მოყვებოდა მე უთხარი აი ეს აუცილებლად დეპუტატია მეთქი ნუ არ ვიცი ხო გავარკვევ მას სად მიხვალით მე წაგვიყვანეს თქვათ სამართლოში ქალაქის სამართლოში მე ჩაგვიყვანეს იგი ზევით რაღაც კიბეებზე იქ კიდე ერთხელ იკითხეს მის სამართლს რაღაც ეგეთი რაღაც დროში ამ დროს ფიზიკური შეურაცხყოფა უკვე არ იყო არა სიმართლეს ვიტყვი არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ იყო თუმცა განმარტა ვინმე რატომ ხართ აქ არა ნიჩარ შემთხვევა არაფერი მსგავსი არ უწევდა თქვენთან იყო მოთხოვნა მჭირდება ადვოკატი ან რაღაც ეს მოთხოვნა იყო თავიდანვე დაყენებული მე უთხარი ადვოკატი მჭირდება აუცილებლად მეთქი ნუ ახლა ამათ შედარგები არც არავინ თავს შეიწუხებდა მაგ საკითხს. მე უკვე წაგვიყვანეს სასამართლოში. ღამე, ხო ეს. ხდება სადღაც პირველი წელი. თოფჩიშვილი იყო, ოქში მიწერია სახელი არ მახსოვს. არ მახსოვს, თუმცა ერთის მახსოვს, ნანა დარასელია იყო. ეს არასელია უკვე 15-ში ვინც იყო, რომელსაც თხოვებდნენ ჩვენ, რომელსაც იქენ სწორედ მას იყავდა პროცესი, როდესაც ადვოკატმა მამუკანოზაცემ დააყენა შემდგომობა, ხო, რომ ჩემი დაკითხვა უხარ იყო მოწმის სახით. მოსამართლე არასელია გავიდა 9 საათი ითხოვა დრო, ანუ გავიდა 9 საათი, ესე იგი ფიქრობდა, უთანხმებდა სავარაუდოდ მის. არა, ეს დამნაშავეები არის, ხო? მიეცა თუ არა უფლება მოხდა იყო მოწმის დაკითხვა. ამ მოთხოვნით რომ ერთ-ერთი მოთხოვნა ეს იყო, რომ ეს მოსამართლეები უნდა დაისაჯნონ, იმიტომ რეალურად საქმის მასალები არც გაცნობია.